სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის მეოთხე კვირა დიდ მარხვისა. ვიხსენებთ წმინდა იოანე კლემაკს, კიბის აღწერელს, მოღვაწე მამას, რომელიც მოღვაწეობდა სინას მთაზე და რომელმაც დაწერა ძალიან დიდი ტრაქტატი ბერობის შესახებ და აღწერს თავის თხზულებაში ბერულ ღვაწლს, იმ საქმიანობას, რითაც არის დაკავებული ადამიანი, რომელიც შეუდგება განმარტოვებულ ცხოვრებას. ის ბრძოლები, რაც მათ წინ აღუდგება და ის გამარჯვებები, რასაც ის მოიპოვებს. ამავე დროს ღირსი მამების მიძღვნილი სახარება წავიკითხეთ, სადაც ლაპარაკია ძალიან ცნობილ მაცხოვრის ქადაგებაზე, რომელსაც მთის ქადაგება ქვია, ესეა შესული სახელმძღვანელოებში, ცნობილი ადგილი, ზნეობრივ ეთიკური სწავლება ქრისტიანული ცხოვრებისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სახარებისა ამ კუთხით და ის 9 ნეტარება, რომელიც მან წარმოთქვა სწორედ მთის ქადაგების დროს, როცა მის ირგვლივ შეკრებილები იყვნენ ხალხი, მოციქულები, მისი მიმდევრები და ასევე უცხო ადამიანები და ესე მაღლივზე შედგა და წარმოთქვა ეს ყველაზე ცნობილი მისი სიტყვები 9 ნეტარების შესახებ, ხო? ეს 9 ნეტარება ერთგვარად არის მეორე მცნება, ჩვენ ალუზიურად გვახსენებს 10 მცნებას ძველ აღთქმაში, სადაც მოსემ ქორების ფრთიდან ჩამოუტანა ებრაელთა ერს და საერთოდ კაცობრიობას 10 მცნება, ყველას კარგად გახსოვს და მაცხოვარმა მისცა 9 ნეტარება. 10 მცნება არის ის თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუმცა პოზიტიური ქცევადობა, რომელიც ქმედებისკენ არის მიმართული 10 მცნებაში არის მხოლოდ 2, ხომ? ეს არის რომ შაბათი გამოყავით აყვანისეცი ღმერთს და მეორე პატივიეც მშობლებს. დანარჩენი არის აკრძალვები, რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. არ უნდა იმრუშოს, კერპს თაყვანი არ უნდა სცეს, არ უნდა იპაროს, არ უნდა ცილის წამოს და ასე შემდეგ, არაკაცკლას. და 9 ნეტარება ამისგან განსხვავებით რაღაცა მცნებების ფორმით პირდაპირ მნიშვნელობით მცნება არ არის. ეს რაღაც სულის მდგომარეობებია. არა? ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა. ესე იწყება 9 ნეტარება. ანუ ნეტარებებია, რომელიც რაღაც სულიერ სამყაროში შეყავს ადამიანი. ნეტარება საერთოდ მაკარიუს არის ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ნეტარად ითარგმნება და თუ თქვათ ახალ ქართულს ვიხმარდით და თანამედროვე განმარტებას მივცემდით, რომელიც ბოლომდე ვერ ასახავს, მაგრამ რაღაც მდგომარეობამდე მაინც ასახავს, არის ბედნიერება. ნეტარებას ჩვენ როცა ვხმარობთ ხოლმე სამოთხეზე, სულიერ მდგომარეობაზე, არასდროს არ ვხმარობთ ახლა ის ყოფით ნეტარებებზე, ხო? თქვათ ნეტარი ხარ თუ სახლი იყიდე ახალი, ესე არ ვლაპარაკობ ჩვენ. მაგრამ ბედნიერი ხარ, როცა ახალ სახლს იყიდი, ბედნიერი ხარ, როცა დაოჯახდები და ასე შემდეგ. და აი ესეთი 9 ნეტარება, რომელიც რაღაც სამოთხისეულ მდგომარეობას ასახავს ადამიანის. რა არის ამაში, თქვათ, გასაკვირი? ჩვენთვის გასაკვირი ის არის, რომ თვითონ შინაარსი, რაზეც მაცხოვარი ამბობს, რომ ნეტარი ხარ, არის თვითონ ამ შინაარსია გასაკვირი. მაგალითად, იმ სამყაროში, როცა
მაცხოვარი გადაგებდა, იყო ეს ბერძნულ რომაული სამყარო, ხო, ეს რომის იმპერია იყო და გამეფებული იყო თავისი ეთიკური ნორმები, რომელიც არ არის ცუდი, ძალიან კარგია. ის ძველი უნივერსალური სათნოება, როგორც ძველი რომაელები ეძახდნენ, 4 მთავარ ღირსებას ადამიანში. ეს არის პირველი კეთილგონიერება, სიბრძნე. მეორე არის ვაჟკაცობა, თავდადება. მესამე არის მოთმინება და ზომიერება. და მეოთხე არის სამართლიანობა. იცით რა არის 4-ვე? ადვილად გასაგებია. ჩვენც მოგწონს თავდადებული ადამიანი, ვაჟკაცი. მოგწონს ბრძენი და ჭკვიანი. მოგწონს ზომიერი ადამიანი და სამართლიანი ადამიანი. ეს გასაგებია და ადამიანური. მაგრამ გლახაკი რო ნეტარია, ვერ ხვდებით ამას. აი რატოა სიგლახაკე ბედნიერება? აქ მაცხოვარი მოგვიწოდებს რომ ვიყოთ ყველანი დაბეჭავებულები, უპოვარები, ვეყაროთ ქუჩაში და არაფერს არ ვაკეთებდეთ? ნუ რასაკვირველია ერთმნიშვნელოვნად არა. ესე არ არის. მაცხოვარი აქ სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს იმაზე, რომ ყოველი ადამიანი ნაკლულია სულიწმინდის მადლის ქონაში, მის მიღებაში. ანუ მთავარი მისაღებელი ადამიანისთვის უნდა იყოს აი სულიწმინდის მადლი, სულიწმინდა ღმერთი, რომელიც შენი წარმმართველია და ყველა სათნოებას ან ცხოვრების ყველა ნაწილში ის აგავსებს, ნაკლოვანთა აღმავსებელი და სუსტა გამაძლიერებელი, ხო? ის გვაძლევს ყველაფერს, სუნთქვის წყაროს, ის არის შთამაგონებელი ყოველივე სიკეთისა. ის არის მიმყვანებელი ღმერთამდე. შენ თუ ამ სიგლახაკეს არ განიცდი, არამედ ხარ უკვე სავსე, მაშინ მოქმედება ამ სულიწმინდისა არ იქნება. იმიტომ რომ სავსე იყვნენ ფარისევლები, რელიგიურად სავსენი იყვნენ ის. აღარ ჭირდებოდა ქრისტე, ყველაფერი ვიცით ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ. არც ძიება მინდა ღმერთის, მაქვს 10 ცნება ვიცავ, სიკეთეს ვაკეთებ, ცუდი კაცი არა ვარ, გვახსოვს ხო ფარისევლის ლოცვა. ესეთ მდგომარეობის ადამიანს რასაკვირველია ვერ მიეკარება ღმერთი. იმიტომ რომ ღმერთი ეკარება ადამიანს, რომელიც მას ეძებს და თulis თავს სწორედ დაგლახაკებულ მდგომარეობაში. ანუ ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც თავის თავს თავისი კეთილი ნებით იგლახაკებს. ეს არ არის უცოდინარი, უსაქმური და არამედ პირიქით მაძიებელი ადამიანი, რომელიც განიძარცვავს თავის თავს და ეძებს სიწმინდეს. აი მე შემდეგი თქვათ ნეტარება მეორე, ხო? ნეტარიყვნენ მგლოვარენი, რამე თუ იგინი ნუგეშინის სემული იქნენ. რა კატეგორია ახლა ეს მგლოვარენი? რა არის, ვინც ტირის და ბღავის, ის არის ნეტარი? ესე იგი ჩვენ თუ ვიტირებთ და რაღაც უბედურებებში ვიქნებით, ეს არის სასუფეველი ღმრთისა, ეს უნდა და ღმერთს რომ ესეთი მდგომარეობაში ყოფილიყო, ასე ვთქვათ, თუ ადამიანურად შევხედავთ, დაბეჭავებული ადამიანი არის მისთვის სათნო და ღირსეული? ალბათ არა. იმიტომ რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით არის ნახმარი ისე თქვა, სადაც ლაპარაკია ადამიანს, ვისაც გული ეთკინა ძალიან. აქ პირდაპირ მნიშვნელობით თქვათ ის ადამიანები, ვინც დასტირის თავის მიცვალებულს, თავის ახლობელ ადამიანს ერთის მხრივ. და მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც საერთოდ მდგომარეობას, იმ მდგომარეობას, რომელშიც ის იმყოფება, ოღონდ ცოდვილ მდგომარეობას, ღვთის დაშორების მდგომარეობას, ღვთისგან განძარცულ მდგომარეობას განიცდის. და შინაგანად აქვს გული შემოსრული. აი იონე ოქროპირი ამბობს, რომ აქ ლაპარაკია შემოსრულ გულზე. ანუ დარდიან ადამიანზე, რომელსაც ედარდება ყველაფერი.
ტკივა გული ის არ არის უბრალოდ ადამიანი რომლისთვის სულ ერთია და არ აინტერესებს მისი ირგვლივ რა ხდება არამედ პირიქით მისთვის ძალიან მტკივნეულია ყველაფერი რაც გარემოში ნაკლული ხდება და თავის თავში პირველ რიგში ხო ესე არის შემდეგი თქვათ ნეტარებები ნეტარიყვნენ 7 რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა აი ნეტარიყვნენ 7 დაიმკვიდრონ ქვეყანა რაც იმ 7 როგორც ერთ-ერთი თავარი პირობა თუმცა იმ 7 როცა ლაპარაკია იმ 7-ზე პირდაპირ მნიშვნელობით ეს იმ 7 არ არის უფრო სწორი ფორმა იქნება უწყინარი რომ თქვათ აი ადამიანი რომელიც არის უწყინარი რომელსაც არ შეუძლია შენ ბოროტება გაგიკეთოს აი არ შეუძლია ადამიანს რომ ბოროტი გაგიკეთოს არ შეუძლია რომ იფიქროს ისე რომ ირგვლივ დაწამლოს ადამიანები აი ისე იმოქმედოს რომ გააჩინოს თავისი ირგვლივ ცეცხლი შპოთი დაპირისპირება არამედ ქმნის აი მუწყინარ გარემოს ეს სხვათა შორის ეხება ბერულ ღვაწლს აი ბერების პირველადი მოთხოვნა გაწულებასთან ერთად აი ეს უწყინარობა როცა მას რაც არ უნდა უკნა მაინც იმისგან ვერ მიიღებს შენ ადეკვატურ პასუხს ხო შემდეგ არის სამართლიანობაზე ნეტარიყვნენ სიმართლისათვის დევნილნი რომელთაც სყურიათ სიმართლისათვის ოღონდ აქაც არ არის ეს ადამიანური სიმართლეზე ლაპარაკი ეს არ არის ის სიმართლე რომელსაც მე ჩავთვლი დღეს სიმართლედ და ამისთვის ვიბრძოლებ და ეხლა თქვენც გაიძულებთ რომ ის რაც მე ჩავთვალე სიმართლედ ეხლა თქვენც ეცით თაყვანი ამ სიმართლეს რომელიც მე ჩავთვალე გაგახსენებთ რას ნიშნავს მე რო ჩავთვალე სიმართლე როცა პირველ ფურცლებზე ბიბლიის ადამი და ევა დაეცა აი მის წინ ეუნება გველი ევას რო შეჭამ შენ გახდები ღმერთი რა არის ეს ის ნაყოფი აი შეჭამ და გახდები ღმერთი და რას ნიშნავს ღმერთი გახდები რომ შენ რასაც ჩათვლი ის იქნება ჭეშმარიტება შენ რასაც ჩათვლი ის იქნება სიკეთე და შენ რასაც ჩათვლი ის იქნება ბოროტება შეჭამეს ეს ხის ნაყოფი და მართლაც ესია დღეს ადამიანი თვითონ თulis რა არის კარგი რა არის ცუდი იმას არ უყურებს როგორ ჩათვალა ღმერთმა როგორ შექმნა ადამიანი რა მისცა მას და როგორი ხედვა აქვს ღმერთს მარადიულობაში არა მე ჩავთვალე დღეს რომ აი ესეთი ჩემი სიმართლე მაქვს და ესე უნდა მოხდეს ჩავთვალე რომ დღეს ადამიანი რომელიც დაირქმევს თავის თავზე სხვა სქეს ყველამ უნდა აღიაროს ის იმ სქესად რომელსაც თვითონ დაირქმევს ჩათვალე ესა რომ დღეს კაცი კი არა ქალია ზოგმა ჩათვალა რომ ცხოველია რომელიღაცა ესია და ეს მართლაც რაღაცა ღმერთისეული მდგომარეობაა ნუ რა ფსევდო ღმერთი რა საკვირველია მაგრამ ყველა ინდივიდუალურად მეტნაკლებად ჩვენც ესეთი ღმერთები ვართ ჩვენს ხშირად ვთვლით ჩვენს სამართალს ერთს და განუმეორებელ ჭეშმარიტებად აი ამას რო გავექცეთ ამიტომ არის იმ სიმართლეზე ლაპარაკი რომელზეც მაცხოვარი ამბობს უპირველესად ეძიებდეთ სასუფევესა ცათასა და სიმართლესა მისსა სამღვთო სამართალზეა ლაპარაკი რომელშიც რასაკვირველია ბევრი რაღაცა ასიმეტრიული იქნება იმიტომ რომ სამღვთო სამართალი დამყარებულია სიყვარულზე სამღვთო სიყვარულზე და არა უბრალოდ რომაულ სამართალზე ან თემიდაზე რომელსაც სასწორი უჭირავს და ზუსტად უნდა იდოს ერთწონადი ნივთები იმაზე ხო? არა, სულ სხვანაირია ეს სამართალი
და მას ცალკე galmartebები ჭირდება. შემდეგ მოდის წყალობაზე ნეტარიყვნენ მოწყალენი რამე თუ იგინი შეიწყალნენ. აი წარმოვიდგინეთ მოწყალე ადამიანი ვიცი ძალიან კარგად ყველას მოწონს მოწყალე ადამიანი. მაგრამ აქ არ არის წყალობა ის ვინც ქველმოქმედია. არ არის ამ მოწყალებაზე. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს საშუალება რომ სხვას გაუკეთოს სიკეთე. მაგრამ მოწყალე იყო ადამიანი. ანუ წყალობდე ადამიანს, მეორე ადამიანს წყალობდე. ანუ იყო შემწყნარებელი მისი. იყო დამთმენი და მიმღებელი მისი. იყო გარკვეულწილად თანაზიარი მისი ტკივილისა და სიხარულის. შემდეგ მოდის წმინდანი გულითა ნეტარიყვნენ რამე თუ მათ ღმერთი იხილვა. აი თუ ღმერთის ხილვა გვინდა ჩვენ აღმოჩნდა რომ გული უნდა განვიწმინდოთ. გულის სიწმინდეში ღმერთი იხილვების. და ეს გულის სიწმინდე არის რაღაც ის საშუალება რითაც შენ შეგიძლია რომ ღმერთთან გქონდეს გააბა საუბარი და ღმერთი ივანებდეს შენში. ასე რომ ეს ნეტარებები კიდევ არის, მაგრამ ეხა აღარ გადავიღლებით, მაგრამ იქ არის ბოლოში ნეტარიყვნენ დევნული სიმართლისათვის, რამე თუ მათი არ სასუფეველიცაა. ისე იგი დევნული სიმართლისათვის ადამიანები რომლებიც მოღვაწეობენ და თავს დებენ სამღვთო ჭეშმარიტებისთვის. აი ამ დევნულობაში ყოფობა არის ბედნიერება. ესე იგი საწუწუნო კი არ ქონდა წმინდა გიორგის რატო დამიჭირა მე ვთქვათ დიოკლეტიანე და რატო მაწამებს. არამედ ბედნიერება იყო. ჩვენ თუ გადავხედავთ მოწამეების ცხოვრებას, ნახოთ რომ მართი სახე გაფრთხილებული და ბედნიერი იყვნენ. არა, ისინი ასეთ უბედურებას უყურებდნენ და ასეთ უბედურებაში ისინი სწორედ უდიდეს ნეტარებას განიცდიდნენ. ესე იყო ოჯახებით მოწამე ხალხი, როცა მთელი ოჯახით მიდიოდა ბავშვთან ერთად საწამებლად რომის იმპერიის დროს, როცა მშობლების წამებასთან ერთად ბავშვებსაც ატამებდნენ, ხო? იულიტასი და კვირიკესი არ იყოს დედაშვილი როგორც აწამეს. ესეთ ბევრი შემთხვევა იყო. ანუ ეს ნეტარების შეგრძნება აღმოჩნდა რომ არ არის უბრალო ადამიანური ბედნიერება. არამედ ეს არის სამღვთო მადლის თანაზიარობა. იმ არა მიწიერი, არა ხელით შესახები, არა ადამიანური გონებით მისაღწევი, არა რაღაც თუნდაც მოღვაწეობით მიღწევადი, არამედ რაღაც ისეთი სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც სწორედ აი ამ სამღვთო მადლს ეძიებს უპირველესად და ყველაფერში ეძებს იმას თუ როგორ მოიხვეჭოს ეს მადლი. იმიტომ რომ ამის გარეშე ადამიანი ძალიან დაგლახაკებულია, გაუბედურებულია და ჭეშმარიტი ბედნიერება არ გააჩნია. რაც არ უნდა მოიპოვო, ეხლა რაც არ უნდა გქონდეს, სიკვდილს ვერ გაექცევი. ვერ ძალანტყოფობას გაექცევი, რაც არ უნდა განვითარდეს მედიცინა. ვერც უბრალოდ ტკივილს და გაექცევი ახლომყოფი ადამიანების გარდაცვალებით. ვერც მიწიერ სხვა დანარჩენ ტრაგედიებს აცდები. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცხოვრება ამით არის დატვირთული და სავსე. და სწორედ ღმერთთან თანაზიარება გაძლევს უდიდეს იმედს იმისას, რომ შენ სწორედ მოგეცემა სამღვთო მადლი და ყველაფერს დაძლე. და საბოლოოდ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენ სამშობლოში დაბრუნდები, როგორიცაც სათასასუფეველი. აი ეს იმედი, რომელიცაც ადამიანი ცხოვრობს, როგორც ჯოჯოხეთის კარებს ეწერა ხო დანტესთან,
რომ დატოვე იმედი და შემოდი. აი ის იმედი არასდროს არ უნდა გააექარწყოს ადამიანს და აი ამ ნეტარების შეგრძნებაც არ უნდა გვეგონოს რომ ეს მარტო წმინდანების საქმეა და მათი ვალია. თითოეული ჩვენთაგანის ვალია რომ ამ ნეტარებაში ვიმყოფებოდეთ ჩვენ. ეს მდგომარეობა ჩვენ გქონდეს და რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად, მთავარ გვაკუთხედად გავხადოთ და დავინახოთ ბედნიერება იქ, სადაც ადამიანური თვალებით ბედნიერება არ ჩანს და პირიქით უბედურება. აი იქ დავინახავთ ჩვენ სწორედ რომ ამ 9 ნეტარებით შესაძლებელია ყველგან ადამიანი იყოს ბედნიერი, არა მარტო სოდომში და გომორში, არამედ ნებისმიერ მდგომარეობაში, სადაც ის იმყოფება. მერტმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. იყავით ნეტარები, ბედნიერებით.